აბილ დირარი მაროკოელი მოთამაშე 13 ვიქტორ ვასკესი აგრეთვე დებიუტანტია იგი ბრუგესი თამაში მოიწვია ეს შეტევა რომელიც ვითარდება ზესტაფონის კარის მიმართულებით სახიფათო მომენტი აქ პალა დარტყმა და ესეც საეჭვოა მე მომეჩვენა რომ იყო თამაშგარე მდგომარეობა თუმცა მიიღო ზესტაფონთან მე-11 ნომერმა აქ კიდევ ერთი შეტევა ბელგიელების ანგარიში გახდა 2-0 რეფაელოვი გატანილი გოლის ავტორი აი ესე 2 წუთში გაუშვა საქართველოს ჩემპიონმა ჩააწოდა გრიგალაშვილმა ახლო ძოლთან გამოიტანეს ბურთი თავით კარის სიახლოვედან ბელგიელებმა თუმცა გაგრძელდა ზესტაფონ ოლთეიერიში კიდევ ერთი გადაცემა დარტყმა 2-1 გაიტანა ზესტაფონმა გოლი ნიკოლოზ გელაშვილი გატანილი გოლის ავტორი და არაფერი არ არის ჯერ დამთავრებული 41 ბენაშვილი უნდა უკან დაიწია ალექსი ბენაშვილმა შემდეგ აფციაური წინ გაგზავნა ბურთი ზიმლინგმა ითამაშა თავით კიდევ ერთი პასი გელაშვილი იბრძოდა ბურთისთვის დვალი დაარტყა 2-2 ჯაბა დვალი ათანაბრებს ანგარიშს შესანიშნავი გოლი ზესტაფონელთა მე-11 ნომრის და ანგარიში ხდება 2-2 5-1 ვასკესი ჩააწოდა საჯარიმო მოედანში კვასხვაძე არ უნდა დაიბნეს სახიფათო მომენტი გადავრჩით პირველ მომენტში გადავრჩით მხოლოდ და მხოლოდ მასპინძლები თორნიკე აფციაური ბურთთან აუ არა გვერდი მოწინააღმდეგეს ჩააწოდა საჯარიმო მოედანში შეიძლება დარტყმა 3-3 ისევ გადაამდა ანგარიში გელაშვილი თუ აცდები გატანილი გოლის ავტორი 3-3 დუბლი რომელშიც გამარჯვება ეკუთვნოდა ზესტაფონს მაგრამ მატჩი რომელიც გააფუჭა ავსტრიელმა მთავარმა არბიტრმა აპლოდისმენტებით აცილებს სტადიონზე შეკრებილი კომაგი ზესტაფონელ ფეხბურთელებს